მე ფიქრობ, რომ სურვილი მაქვს, რომ შემოგვიერთდეს სულ ყველა ამ აქციაში და დაიგნიოს გულზე ყაყაჩო იმ გმირების ხსოვნის საპატიცომლოც, რომელიც 2 წლის უკან ტერიტორიული მთლიანობისათვის დაიღუპა. და თვითონ წიგნი არის, წიგნში არის 179 ადამიანის, 179 გმირის ისტორია, რომელიც Prime Time-ის რედაქციამ შეაგროვა და გამოსცა ერთი წიგნით. ვინ არის წიგნის ავტორი? პროექტის ავტორი თვითონ ვარ მე და დანარჩენი მთელი Prime Time იყო დაკავებული ამ იმაში, დიდი უარმაზარი ჩამონათვალი აქვს თვითონ ამ წიგნს. სულ ყველა ვინც კი აქ არის, ყველა მუშაობდა ამ წიგნს. აჩქება ხვალ დაგეგმილ ხვალ დაგეგმილ ღონისძიებად მე მინდა გითხრათ, რომ ამ ყვავილების ეს ყვავილები დაგუნზადა დათუნა სულიკაშვილმა, რომელიც აგერ არის და სრულიად უანგაროდ. ხვალინდელ პრეზენტაციაზე იქნება წიგნის პრეზენტაცია თავისთავად ნიკა მემანიშვილის ორკესტრთან ერთად, რომელიც შეასრულებს გია ყანჩელის პრემიერას, რომელიც საქართველოში ჯერ პირველად სრულდება, რომელსაც შინის სოლისტი ჩამოვიდა სპეციალურად ამ ღონისძიებაზე და ეს იქნება ისეთი საკმაოდ დიდი გრანდიოზული ღონისძიება. ეს ადამიანები ყველანი აქ იქნებიან და შეგიძლიათ რომ ჩაგწეროთ. მადლობა. უკვე მზად არის იმისათვის, რომ შედგეს პრეზენტაცია, მაგრამ წიგნთან ერთად დღეს ჩვენ ვიწყებთ ხსოვნის კვირეულს. აი ეს ყაყაჩა, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა გულზე დაბნეული და თითოეულ თქვენთაგანს აქვს დაბნეული, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ჩვენ ვართ გმირების პატრონები. ისკენ რომ გვახსოვს ომი და ეს, რა თქმა უნდა გვახსოვს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შორის, ჩვენს გვერდზე არსებობდნენ გმირები, რომლებმაც ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის გულისთვის გაწირეს თავი და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს აი აქ ჩემს გვერდზე არის წარმოდგენილი, მიიღებს მონაწილეობას ხვალინდელ პრეზენტაციაში. თითოეული მათგანი მოგახსენებთ რა არის მათთვის ეს პრეზენტაცია, როგორ ჩაერთო ნიკა მემანიშვილი, რომელსაც უდიდეს მადლობას უხდის, დათუნა სულიკაშვილი და ეს ადამიანები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები აი ამ იმაში. და მე არ ვიტყვი, რომ ნიკამ თქვა ჩვენ სტატიაში გადასარევად, რომ ესე ვამბობ, რომ ჩვენი პროექტი უდაოდ ჩვენი პროექტია, შეუძლებელია, რომ აქ ვინმე გაიყოს და თქვას, რომ არა ეს ჩემი იდეა, არა ეს ყველას იდეა, ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერო ხა ქუჩაში, იტყვის, რომ კი, ეს ჩემი პროექტია, იმიტომ რომ ყველა ზუსტად ესე უყურებს ამ თემას და განერჩევთ თქვა პრეზენტაციის შესახებ უკვე ნიკა გიამბობთ, როგორ განვითარდება ხვალ ეს ყველაფერი. თაკო საუბრობდა ამ წიგნის იდეის შესახებ, ძალიან იმოქმედა ჩემზე, თავისთავად მთლიანად მისმა გამოსვლამ და ზოგადად ამ წიგნის იდეამ და გულში გავიფიქრე, რომ ნეტა რაღაც პატარა კავშირი მაინც მქონოდა ამ ყველაფერთან, თქო. ისე აგიხდეთ ყველას ყველაფერი, როგორც ზუსტად ერთ კვირაში თაკომ შემომთავაზა ჩემი ორკესტრით მონაწილეობა მიგვეღო წიგნის პრეზენტაცია. ეს რა თქმა უნდა ყველა წინადადება მიხარია, მაგრამ ეს წინადადება გამიხარდა ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად, რაც კი შემოქმედებითი წინადადება მიმიღია. მე ჩვენ შევხვდით და ვფიქრობდით, რომ სიმფონიური ორკესტრი იქნებოდა ერთგვარი ფონი იმ საღამოსთვის, ჩვენ დაუკრავდით ნაღვლიან მუსიკას, რომელსაც შევარჩევდით, საზოგადოება შეიკრიბებოდა მუსიკალური თეატრის ბაღში და გაეცნობოდა ახალ წიგნს. როდესაც ჩვენი შეხვედრა მთავრდებოდა, ბოლო წუთში უცებ გამიჩნდა იდეა, რომ მუსიკალური ნაწილი ამ პრეზენტაციისა, წიგნის პრეზენტაციისა არ ყოფილიყო მხოლოდ დამატებითი, ესე ვთქვათ, გაფორმება და მას მუსიკას მიიღო ამაში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა თვითონ მუსიკას. და გამახსენდა, რომ არსებობს ნაწარმოები, რომელიც თავად მისი პრემიერა მე ვიდირიჟორე ინგლისში და გამახსენდა, რომ არსებობს ნაწარმოები გია ყანჩელის, რომელიც არასოდეს საქართველოში არ შესრულდებულა და ძალიან ახლოს არის ეს მუსიკა იმ ისტორიასთან, რასაც ეძღვნება წიგნი
და რაც გაიჟღერებს ხვალ მუსიკისა და დრამის თეატრის ეზოში. ეს გახლავთ სადღაც ესეთი ერთნაწილიანი, მაგრამ დიდი ფორმის კლასიკური თხზულება ვოკალურ ინსტრუმენტული სახელწოდებით პატარა იმბერი, რომელიც დაწერილია 2003 წელს და რომლის ქართული პრემიერაც იქნება ხვალ პრეზენტაციის მეორე განყოფილება ერთგვარად რომ ვთქვათ და სწორედ რომლისთვისაც გერმანიდან ჩამობრძანდა მამუკა ღაღანიძე, რომელიც არის სოლისტად მოწვეული ამ ნაწარმოების შესრულებაში, როგორც აგრეთვე იყო სოლისტი მისი საპრემიერო შესრულების დროს. ეს ნაწარმოები დაკავშირებულია ომთან, იმიტომ რომ თავის დროზე მისი დაკვეთა დაკავშირებული იყო იმ ტერიტორიასთან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პოლიგონად იქნა გადაქცეული. და შესაბამისად ამ ნაწარმოებში ძალიან მძლავრად არის ის ტკივილი და სევდა, რომელიც ომთან არის დაკავშირებული და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ პრეზენტაციაზე გაჟღერდეს. ძალიან გაუხარდა თავად ავტორს, რომელსაც სხვათა შორის სულ 4 დღეში 75 წელი უსრულდება საიუბილეოა და ჩვენ გამოდის, რომ ამ პრეზენტაციაზე ფაქტიურად მის ავტორის იუბილესაც ერთის მხრივ აღნიშნავთ, ვინაიდან მისი ნაწარმოები სრულდება, რო უთხარით ამ წიგნის შესახებ, მასეც ძალიან იმოქმედა და ერთი სიტყვით ჩემი ერთგვარი ეგო რომ მიმეღო მონაწილეობა ამ უდიდესი იდეის, ესე ვთქვათ, საბოლოოდ ხორცშესხმაში დაკმაყოფილებულია იმ მხრივ, რომ ეს საშუალება მომეცა და თელ ჩვენს ორკესტრს, გუნდს, კაპელას იღებს მონაწილეობას,